იყო და არა იყო რა. ერთ ლამაზ და მწვანე ტყეში, პატარა მკვდრო ქოხში ცხოვრობდა დედათხა თავის შვილებთან ერთად. მას ჰყავდა 7 პატარა, საყვარელი ბეკეკა. დედას ისინი ძალიან უყვარდა და მათზე მუდამ ზრუნავდა. ერთ მშვენიერ მზიან დილას დედათხამ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო, რათა შვილებისთვის გემრიელი საჭმელი მოეტანა. დაიბარა პატარა თხები და უთხრა: ჩემო საყვარელო შვილებო, მე ტყეში მივდივარ საკვების მოსატანად. სანამ დავბრუნდები, ჭკვიანად იყავით და კარი არავის გაუხოთ. გახსოვდეთ, რომ ბოროტი მგელი სადღაც ახლოს დაძრწის და შეიძლება მოგატყუოთ. კარი არ გააღოთ, მგელს ბოხი, უხეში ხმა აქვს, ფეხები კი შავი და დიდი. ნუ ნერვიულობ დედიკო, ჩვენ თავს გავუფრთხილდებით და კარს არავის გაუღებთ, სანამ შენ არ მოხვალ. დედათხამ სათითაოდ დაკოცნა თავისი შვილები. დაემშვიდობა მათ და ტყის ბილიქს გაუყვა თავისი კალათით. როგორც კი დედა წავიდა, პატარა თხები სასწრაფვით მოვარდნენ კარს და ურდული მაგრად გადაკეტეს, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. პატარებმა შიშს ძლიეს და მხიარულად დაიწყეს თამაში. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სახლში საფრთხე არ ემუქრებოდათ. მაგრამ სულ ახლოს მშიერი მგელი იმალებოდა და ძბიერად უთვალთვალებდა სახლს. ოხ, როგორ მშია! ახლა სიამოვნებით მივირთმევდი გემრიელ თხის სენდვიჩს. მგელი ჩუმად მივიდა ქოხთან ახლოს, თავისი დიდი თათი კარზე დააკაკუნა და ძბიერი ხმით თქვა: გააღეთ კარი, ჩემო საყვარელო შვილებო. დედა დაბრუნდა და თქვენთვის ტკბილი საჩუქრები მოიტანა. პატარა თხებმა თამაში შეწყვიტეს. მათ მაშინვე გაიგონეს კარს უკან უხეში და საშიში ხმა, რომელიც დედას არ ეკუთვნოდა. შენ ჩვენი დედა არ ხარ, ჩვენს დედიკოს ნაზი ხმა აქვს, შენ კი უხეში და საშიში ხმა გაქვს. ჩვენ ვიცით ვინც ხარ, შენ მგელი ხარ. წადი აქედან, ჩვენ კარს არ გაგიღებთ, ბოროტო მგელო. მგელი ძალიან გაბრაზდა, რომ ვერ მოატყუა ისინი. ის სირბილით გაეშურა მაღაზიისკენ, რათა შაქარი ეყიდა. მან იყიდა შაქარი და გადაყლაპა, რათა მისი უხეში ხმა შერბილებულიყო და დედის ხმას მიმსგავსებოდა. მგელი ისევ დაბრუნდა, მოემზადა და ამჯერად ძალიან ფრთხილად დააკაკუნა კარზე. გააღეთ პატარებო, დედა დაბრუნდა. ნახეთ რა გემრიელი ტკბილეული მოგიტანეთ ტყიდან. ხმა მართლაც ნაზი იყო, მაგრამ ჭკვიანმა თიკნებმა გადაწყვიტეს კარების ქვემოთ ღრიჭოში გაეხებათ. მათ დაინახეს მგლის დიდი, შავი და ბანჯგვლიანი თათები, რომლებიც კარის ზღრუბლზე იდგა. ვხედავთ შენს შავ თათებს, დედას თეთრი ფეხები აქვს, შენ მგელი ხარ, წადი აქედან. მგელი სიბრაზისგან ლამის გასკდა. ის ახლა საცხობისკენ გაიქცა, რათა თეთრი ფქვილი ეშოვა. მან იპოვა ფქვილით სავსე ტომარა და თავისი შავი თათები შიგნით ჩაყო, რომ სულ გაეთეთრებინა. ახლა მისი თათები თოვლივით თეთრი იყო. მგელი ყმაყოფილი სახით ისევ ქოხისკენ გაიქცა. მგელმა ისევ დააკაკუნა და ამჯერად თავისი თეთრად შეღებილი თათი ფანჯრის რაფაზე დადო. შეხედეთ ბავშვებო, ჩემი ფეხები თეთრია. ახლა ხომ გჯერათ, რომ თქვენი დედა ვარ. გამიღეთ კარი. პატარა თხებმა დაინახეს თეთრი თათი და იფიქრეს, რომ ეს მართლაც მათი საყვარელი დედა იყო. ბენიმ ურდული გადასწია და მძიმე კარი ფართოდ გააღო. მაგრამ ვაი, რა საშინელება ელოდათ. გამარჯობა, ჩემო გემრიელო ვახშამო. აი ახლა კი დაგიჭერთ ყველას და შეგჭამთ. შეშინებული თხები წივილ-კივილით გაიქცნენ და სახლის სხვადასხვა კუთხეში სცადეს დამალვა. მიშველეთ, მგელი, გაიქეცით, დაიმალეთ სწრაფად, თორემ მგელი შეგვჭამს. სუქანა ჩაფსი სწრაფად მაგიდის ქვეშ შეძვრა და თან თავისი წითელი ვაშლიც გაიყოლა. ლოლამ სამზარეულოს კარადა გამოაღო და ქვაბებსა და ტაფებს შორის სცადა დამალვა. გუსმს სცადა ბუხარში დამალულიყო, მაგრამ იქ ძალიან ცხელოდა და მაშინვე უკან გამოხდა. შეშინებული გუსი ფანჯარასთან მივარდა და დიდ ლურჯ ფარდებში გაეხვია, რომ არავის დაენახა. დოზი ლოგინზე შეხტა, საბანი თავზე გადაიფარა და სუნთქვა შეეკრა შიშისგან. ტილიმ სარეცხის კალათი იპოვა და
ჭუჭყიანი ტანსაცმლის გროვაში ჩაიმალა. ყველაზე პატარა პიპი დიდი საათის ყუთში შეძვრა და კარი შიგნიდან მიიხურა. მგელი ოთახის შუაგულში იდგა და ირგვლივ ვიყურებოდა. სახლში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. სად წახვედით? გამოდით. მე დამალობანას თამაში ძალიან მიყვარს და მაინც გიპოვით. მგელმა დიუნის უკან შეიხედა, მაგრამ იქ ვერავინ იპოვა. მხოლოდ მტვერი დაინახა. აქ არავინაა. ალბათ სამზარეულოში იქნებიან. იქიდან რაღაც ხმაური მომესმა. მგელი სამზარეულოსკენ გაემართა, მაგრამ იატაკზე დაგდებულ სათამაშო მანქანას ფეხი დაადგა და გასრიალდა. ვაი, ფეხი ვიდგიმე, ვინ დაყარა ეს სათამაშოები აქ? ეს რა მოუხენხებელი სახლია. უცებ მან დაინახა პატარა კუდი, რომელიც სამზარეულოს კარადიდან მოჩანდა და კარი გამოაღო. აჰა, დაგიჭირე. ქვაბებში იმალებოდი? ახლა ჩემი ხარ, პატარა თიკანო. მგელმა ლოლა დაიჭირა და კუთხეში მანეჟში ჩასვა, საიდანაც გაქცევას ვერ შეძლებდა. შემდეგ მგელმა დაინახა, რომ ლურჯი ფარდები მოძრაობდა, გუსი შიშისგან კანკალებდა. მან გუსიც დაიჭირა და ლოლასთან ერთად ჩასვა. ახლა მას უკვე ორი თხა ჰყავდა. უცებ მგელმა ვაშლის სუნი იგრძნო. მან თავი დახარა და მაგიდის ქვეშ შეიხედა. გამარჯობა, მსუქანავ. ეგ ვაშლი ძალიან გემრიელად გამოიყურება და შენც ასევე. მგელმა ჩაფსი ფეხით გამოითრია მაგიდის ქვემოდან და დანარჩენებთან ერთად გამოკეტა. შემდეგ მგელმა საწოლს შეხედა, სადაც საბნის ქვეშ დიდი ბორცვი მოჩანდა. გაიღვიძე, ძილის გუდა, გეყოფა ძილი, დროა ჩემთან ერთად წამოხვიდე. მან დოზიც აიყვანა ხელში და დანარჩენებთან ერთად ოთახის კუთხეში მანეჟში ჩასვა. მგელმა 6 პატარა თიკანი იპოვა და ყველა ერთად ოთახის კუთხეში გამოკეტა. მგელმა დაიწყო მე-7 თიკნის ძებნა. მან ყველა უჯრა გამოაღო, მაგრამ ვერავინ იპოვა. მგელმა პიპი ვერსად იპოვა, რადგან ის უსაფრთხოდ იჯდა დიდი საათის ყუთში და სუნთქვას იკავებდა. სად არის ის ციცქნა? ნუ თუ ფრთები გამოესხა და გაფრინდა, სად შეიძლება იყოს? ამდენი სირბილისგან მგელი ძალიან დაიღალა. მან ოფლი მოიწმინდა და მძიმე დამოისუნთქა. როგორ დავიღალე, ძალიან მშია, მაგრამ ჯერ ცოტას წავიძინებ, ძალებს მოვიკრებ და მერე შევჭამ პატარა თხეებს. მგელი სავარძელში მოკალათ და თვალები დახუჭა და მაშინვე ღრმად ჩაეძინა. 6 პატარა თიკანი ყუთხიში იჯდა, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და შიშისგან კანკალებდნენ. პიპმა ფრთხილად გამოაღო საათის კარი და თავი გარეთ გამოყო, რომ ენახა რა ხდებოდა. სცინავს? გონის სცინავს. ძალიან ჩუმად უნდა ვიყო, რომ არ გავაღვიძო. უცებ კარი გაიღო და დედათხა შემოვიდა. მას კალათი ხელიდან გაუვარდა იმის დანახვაზე, რაც სახლში დახვდა. სახლი არეული იყო, ავეჯი გადაბრუნებული. სავარძელში კი უზარმაზარი მგელი იწვა და ხვრინავდა. ვაიმე, ეს ხომ მგელია? სად არიან ჩემი შვილები? ნუ თუ რამე დაუშავა მათ. დედა, აქ ვართ. მგელმა დაგვიჭირა, მაგრამ არ შეუჭამივართ. უბრალოდ დაგვატყვევა. დედამ დაინახა თავისი შვილები ყუთხეში. ბედნიერებისგან ამოისუნთქა, რომ ყველა ცოცხალი იყო. დედა თხა ძალიან გაბრაზდა მგელზე. მან შეკრა წარბები და უცებ თავში გენიალური გეგმა მოუვიდა. მან იატაკზე დაინახა დიდი, ბეწვიანი ხალიჩა, რომელიც ძალიან გავდა დათვის ტყავს. დედამ ხალიჩა აიღო და თავზე გადაიფარა. ახლა ის ნამდვილ საშიშ დათვს გავდა. ბავშვებო, იხმაურეთ, დამეხმარეთ, რომ ეს მგელი აქედან გავაქციოთ. დედა დადგა ფანჯარასთან ისე, რომ მისი ჩრდილი უზარმაზარ მონსტრად გამოჩენილიყო კედელზე. მძინარე მგელს სახეზე საშიში დიდი ჩრდილი დაეცა. მან თვალი გაახილა და შეცვა. მგელი შიშისგან ჰაერში შეხდა. მას ეგონა, რომ ნამდვილმა დათვმა მიუსწრო ძილში. მგელი ისე შეშინდა, რომ კარის გაღებაც ვერ მოასწრო. პირდაპირ ღია ფანჯრიდან გადახდა. ის ეკლიან ბუჩქებში ჩავარდა, მაგრამ ტკივილს ყურადღება არ მიაქცია და ტყისკენ გაქუსლა.
დედაცხამ ხალი ჩამოიშორა და გულიანად გადაიხარხარა. ის ძალიან ამაყი იყო თავისი საქციელით. პატარა თიკნები სიხარულით მიცვიდნენ დედასთან და მაგრად ჩაეხუტნენ. მათი დედა ნამდვილი გმირი იყო. დედამ და შვილებმა სახლი მიალაგეს, მაგიდა გაშალეს და გემრიელი ვახშამი მოამზადეს. მოდით, შვილებო, მივირთვათ ვაშლის ნამცხვარი და ვიზეიმოთ, რომ ყველანი ერთად ვართ. მგელი იმ სახლთან აღარასოდეს გამოჩენილა. თხის ოჯახი კი ცხოვრობდა ტკბილად და ბედნიერად, თავიანთ მყუდრო სახლში. იყო და არა იყო რა. იყო სამი პატარა გოჭი, რომლებიც დედასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც გოჭებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სახლი და საკუთარი სახლები აეშენებინათ. პიფსი, ყველაზე პატარა გოჭი, მოუთმენელი იყო და თავისი სახლი ჩალისგან სწრაფად ააგო. სულ მალე მისი პატარა თხელი ჩალის სახლი მზად იყო. მან ჩათვალა, რომ საქმე დაასრულა და კარგად გამოძინება შეეცადა. ერთ დღეს პიფსის სახლთან ბოროტმა მგელმა ჩამოიარა. ის მშიერი და ძალიან ძლიერი იყო. მგელი ფრთხილად მიეპარა სახლს, რათა მისი მზაკრული გეგმა შეესრულებინა. დააკაკუნა კარზე და სცადა მოეტყუებინა პატარა გოჭი, რომ შეეშვა შიგნით. პატარა გოჭო, კარი გამიღე. მშვენიერი საჩუქრები მაქვს შენთვის. არა, არ გაგიღებ კარს, ვიცი მატყუებ. მაშინ შეუბერავ და დავანგრევ შენი ჩალის სახლს. მგელმა მთელი ძალით შეუბერა პატარა გოჭის ჩალის სახლს. პატარა სახლმა ვერ გაუძლო და წამებში ჩამოიშალა. პიფსი შეშინებული მაშინვე გაიქცა. იგი დასახმარებლად თავის შუა თანაძმას ციკლისთან მივიდა. ნუ ღელავ, პატარა ძმაო. ჩემი მტკიცე ხის სახლი აუცილებლად დაგვიცავს ბოროტი მგლისგან. სტიკლის სახლი ნამდვილად უფრო მყარი იყო ვიდრე ჩალის, მაგრამ მაინც ნაჩქარება დაშენებული. გოჭებმა ფანჯრები და კარები გაამაგრეს და ხის კედლებში დაცულად და მშვიდად იგრძნეს თავი. მაგრამ მგლის מחვილმა ყნოსვამ მალევე მიიყვანა იგი შუათანა გოჭის სახლამდე. მგელი გაბრაზებული იყო და ამჯერად ბევრად მოუთმენელი. პატარა გოჭებო, ვიცი რომ მანდხართ. სასწრაფოდ კარი გამიღეთ. მოგвშორდი აქედან საშიშო მხეცო. შიგნით არ შემოგიშვებთ. თუ ახლავე არ გააღებთ კარს, გაჩვენებთ სეირს. მგელი კიდევ ერთხელ მოემზადა, რათა ძლიერად შეებერა გოჭის სახლსთვის. მან ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და მთელი ძალით შეუბერა ხის ტოტების განაშენებულ სახლს. სახლმა ვერ გაუძლო და წამებში ჩამოიშალა. ორი შეშინებული ძმა ნამსხვრევებიდან გამოძრა და მაშინვე გაიქცნენ. ისინი მთელი ძალით მირბოდნენ თავიანთი უფროსი ძმის, ბრიკისკენ. მათი მედი ჰქონდათ, რომ ბრიკის წინდახედულობა გადაარჩენდა მათ განრისხებული მგლისგან. მტკიცე სახლის აშენებას დრო სჭირდება, ძმებო. ძლიერ საძირკველზე უნდა ააშენოთ. ბრიკის თავისი სახლი მტკიცე გამძლე წითელი აგურისგან ჰქონდა აშენებული. შენი სახლი ციხესიმაგრეს გავს. აქ უსაფრთხოდ ვიქნებით. გოჭები წყნარად იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეს ნაგებობა ნებისმიერ საფრთხეს გაუძლებდა. მაგრამ განრისხებული მგელი მათ უკან მოსდევდა თავისი სადილის ძიებაში. მან დაინახა მტკიცე აგურის სახლი, ახლოს მივიდა და გაბრაზებულმა დაიყვირა. პატარა გოჭებო, კარი გამიღეთ ახლავე. ვიცი აქ ხართ. არ გავაღებ, აქ უსაფრთხოდ ვართ.
მაშინ შეუბერავ და შენ საგურის სახლს ნანგრევებად ვაქცევ. გელმა მთელი ძალით შეუბერა აგურით შენებულ სახლს. ის უბერავდა, სანამ სახი არ გაუწითლდა და ფეხები არა უკანკალდა. მაგრამ მტკიცე აგურის სახლს ვერაფერი დააკლო, ის ისევ მყარად იდგა. ბოლოს მგელი ძირს დაეცა, სრულიად ძალა გამოცლილი და დამარცხებული. მგელი ძალით დამარცხდა, ამიტომ ცბიერი ხრიკების ცდა გადაწყვიტა. პატარა გოჭო, მე ვიცი ლამაზი ველი, სადაც ბევრი ბოლოკია. მოდი ხვალ დილის 7 საათზე შევხვდეთ. გმადლობ, მეგობარო მგელო. ხვალ აუცილებლად 7 საათზე მოვალ. ბრიქსმა გაიგო მგლის მზაკრული ჩანაფიქრის შესახებ. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ მგელზე 1 საათით ადრე მისულიყო მინდორში. იგი მინდორში წავიდა და სწრაფად შეავსო თავისი ტომარა ახალი ბოლოკით. შემდეგ კი უსაფრთხოდ დაბრუნდა სახლში. მგელი ზუსტად 7 საათზე მივიდა, იმ იმედით, რომ გოჭს გარეთ დაიჭერდა. სად არის ეს პატარა ცუდი ბიჭი? შეთანხმება დაავიწყდა ნეტავ. როდესაც მგელი გოჭების სახლთან დაბრუნდა, ბრიქსმა მხიარულად უამბო, თუ როგორ გააბითურა მგელი. ცბიერო გოჭო, შენ ალბათ მაგია გამოიყენე აქამდე ასე სწრაფად მოსასვლელად. მგელი ამჯერადაც დამარცხდა, თუმცა მან მაშინვე დაგეგმა თავისი შემდეგი ხაფანგი. პატარა გოჭო, ერთი ბაღი ვიცი, სადაც ბევრი ვაშლის ხეა. ხვალ საღამოს 5 საათზე შევხვდეთ იქ. ბრიკმა იცოდა, რომ ბაღი შორს იყო. ამიტომ 1 საათით ადრე გავიდა, რათა პირველი მისულიყო. ის ვაშლის ხეზე ავიდა და თავისი კალათა საუკეთესო წითელი ვაშლებით აავსო. 5 საათზე მგელი მივიდა და დაინახა, რომ ბრიკი მაღლა ხეზე იმალებოდა. გიპოვე, პატარა გოჭო, ამჯერად ვერსად გამექცევი. მგელმა სცადა ასვლა, მაგრამ ხე ძალიან გლუვი იყო. ბრიკი სწრაფი იყო. მან მგელს პირდაპირ თავში ესროლა წითელი ვაშლები. აი! შეწყვიტე ცბიერო საშინელო გოჭო. სანამ მგელი დაბნეული იყო, ბრიკი ჩამოძვრა და უსაფრთხოდ გაიქცა სახლში. მგელი მარტო დარჩა, ვაშლის სილურჯებით დაფარული და საშიშად გაბრაზებული. კიდევ ერთხელ დამარცხებულმა მგელმა საბოლოო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა. თუ კარიდან ვერ შევდივარ, ბუხრიდან ჩავძვრები. მაგრამ როდესაც მგელი სახურავზე ადიოდა, ბრიკმა დაინახა მგლის ჩრდილი და მიხვდა მის გეგმას. ღოჭებმა უზარმაზალი წყლის ქვაბი ბუხარში ცეცხლზე შემოსდეს. მგელი ავიდა სახურავზე, მზად იყო ჩასულიყო ბნელ ბუხრის ხრელში. ახლა უკვე ვერსად დამემალებით, პატარა გოჭებო. თუმცა ის პირდაპირ მდუღარე ცხელ წყალში ჩავარდა. მგელი მაშინვე ამოხტა მდუღარე წყლიდან და შეშინებული უკან მოუხედავად გაიქცა ტყეში. ვაშა! გავიმარჯვეთ! დღეიდან ბოროტი მგელი ვეღარ გაგვეკარება! ამის შემდეგ სამი პატარა გოჭი ბედნიერად ცხოვრობდა ძლიერ აგურის სახლში. ძალიან შორს ერთ ულამაზეს და ყვავილებით სავსე მდელოზე ცხოვრობდა ზარმაცი მწვანე კალია და ძალიან ძლიერი მშრომელი წითელი ჭიანჭველა. ზაფხულის ძალიან ცხელი დღე იყო და მდელოს ოქროსფერი მზე კაშკაშად დაჰყურებდა. კალიას ვიოლინოზე დაკვრა ძალიან უყვარდა და მთელ დღეს მხიარულად ატარებდა. ის ყველასთვის მხიარულ მუსიკას უკრავდა. მას საერთოდ არ უყვარდა მძიმე შრომა,
მხოლოდ დასვენება და ზაფხულით ტკბობა უნდოდა. ცხოვრება გართობისთვის და მუსიკისთვისაა შექმნილი. რატომ უნდა იმუშაო ასეთ მშვენიერ დღეს? მაგრამ იქვე ჭიანჭველა ძალიან ბევრს მუშაობდა. ის ზამთრისთვის საკვებს აგროვებდა. მას ზურგით ძალიან მძიმე მარცვლები მიჰქონდა. მძიმე იყო, მაგრამ არ ჩერდებოდა. კალიამ დაინახა, როგორ შრომობდა ჭიანჭველა და ხმამაღლა გაიცინა. მას ეს სასაცილოდ მოეჩვენა. გამარჯობა, ჩემო პატარა მეგობარო. სულ რატომ შრომობასი ამ შვენიერ მზიან დღეს? მოდი და ჩემთან ერთად დაუკარი მუსიკა, დადე ეგ მძიმე სიმინდი და მოდი ვიცეკოთ. ჭიანჭველა ერთი წამით შეჩერდა. მან შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და მაღლა აიხედა. ახლა შენთან ერთად ვერ გავერთობი. მზის ჩასვლამდე ძალიან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ზამთრისთვის საჭმელს ვაგროვებ. ახლა უნდა შევინახოთ საკვები, რომ სიცივეში საჭმელი გქონდეს. ზამთარი ჯერ ისე შორსაა, რატომ უნდა იდარდო სიცივეზე, როცა დღეს მზე ასე თბილად ანათებს. მიმოიხედე, ყველგან უამრავი საჭმელია. ახლა იმდენი კენკრა გვაქვს საჭმელად. მზე მუდამ არ გაანათებს, მალე ცივი ქარი დაუბერავს და საჭმელიც გაქრება. ჭიანჭველამ მძიმე სიმინდის მარცვალი ისევ ზურგზე მოიკიდა. ის ძლიერი და მიზანდასახული იყო. მან ბუდისკენ თავისი გრძელი გზა განაგრძო. იცოდა, რომ საწყობი მალე უნდა აევსო. კალიას არ ადარდებდა. მან ვიოლინოზე მხიარული სიმღერა დაუკრა და მზეზე ცეკვავდა. დღეები კვირებად იქცა. ზაფხულის მზე ისევ ცხელი იყო, მაგრამ დრო სწრაფად გადიოდა. ჭიანჭველა ყოველ დღე მუშაობდა. მას თავის თბილ სახლში კენკრა და ნამცეთები მიჰქონდა. ის ძალიან დაღლილი იყო ამდენი მუშაობისგან, მაგრამ არ ჩერდებოდა. იცოდა, რომ ზამთარი ახლოვდებოდა. კალიას დიდი მწვანე ფოთლის ქვეშ ეძინა. ის მხოლოდ გართობაზე ფიქრობდა და ზამთრისთვის არ ემზადებოდა. ის უყურებდა, როგორ მიცურავდნენ თეთრი ფუმფულა ღრუბლები ლურჯ ცაზე. მას არაფერი ადარდებდა. საწყალი პატარა ჭიანჭველა. ის სულ ასე ბევრს მუშაობს, არასდროს ისვენებს, რომ გაერთოს. მან არ იცის, როგორ დატკბეს ცხოვრებით ჩემსავით. ახლა მე ამ გემრიელ ყურძენ შევჭამ. ზაფხული ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა. მწვანე ბალახმა გაყვითლება და გახმობა დაიწყო. ჰაერი ყოველდილით ცოტათი უფრო გრილდებოდა. ტყეში ქარმა დაუბერა. ერთ დღესაც ქარმა იმაზე ბევრად უფრო ძლიერად დაუბერა, ვიდრე მანამდე და კალიას ქუდი შორს წაუღო. ხეებზე ფოთლები მკვეთრ ნარინჯისფერად და წითლად შეიღება. ისინი მიწაზე ცვიოდა. საბოლოოდ მოვიდა შემოდგომა. ჰაერი სუფთა იყო და დღეები პატარავდებოდა. ჭიანჭველა ახლა უფრო სწრაფად მუშაობდა. ის დარბოდა, რომ საჭმლის ბოლო ნარჩენები შეეგროვებინა. უნდა ვიჩქაროთ და ჩვენი საქმე დავასრულოთ. ზამთრის ცივი დღეები ძალიან მალე დადგება, მეგობრებო. ზურგზე ცივ ქარს უგრძნობ. სანამ თოვა დაიწყება, ჩვენ სახლებში უსაფრთხოდ უნდა ვიყოთ. კალიამ კანზე ცივი ქარი იგრძნო. მან მუსიკის დაკვრა შეწყვიტა და აკანკალდა. მაგრამ მას მაინც არ უმუშავია. ის ჩამოჯდა და მხრებზე გამხმარი ფოთოლი მოიხვია. დღეს უბრალოდ ცოტა ქარია. ხვალ მზე ისევ გამავა და მალე გაგვათბობს. ზამთარი ჯერ არ მოსულა. მე ისევ შემიძლია ვიოლინოზე დაკვრა. უბრალოდ თითებზე ცოტა შემცივდა. უეცრად ნაცრისფერი ციდან ერთი თეთრი ფიფქი ჩამოვარდა. ის ნაზი და ძალიან ცივი იყო. შემდეგ კიდევ ერთი ფიფქი ჩამოვარდა. მერე კი კიდევ ერთი. ცა სავსე იყო თეთრი ფიფქებით. მწვანე ბალახი თოვლის ქვეშ კაქრა. მიწა ცივი თეთრი საბნით დაიფარა. მდელოზე საბოლოოდ მოვიდა ზამთარი. თოვლის ქვეშ ყველაფერი გაყინული და ჩუმი იყო. ჭიანჭველა თავის მყუდრო სახლში შევიდა.
მან პატარა კარი დაკეტა, რომ ცივი ქარი არ შემოსულიყო. ჭიანჭველას ბუდეში თბილოდა და უსაფრთხოდ იყო. კედლები რბილი და ოქროსფერი შუქით ანათებდა. გარეთ კი ძალიან ციოდა. ქარი ღმუოდა და თოვლი ყველგან დაფრინავდა. კალია სიცივეში სულ მარტო იყო. ის თოლში იდგა და ძლიერად კანკალებდა. მას წასასვლელი სახლი არ ჰქონდა. თავშესაფარს ღაყინული ფოთლის ქვეშ ეძებდა, მაგრამ ძალიან ციოდა. მას საჭმელი არ ჰქონდა. ის ღრმა თოლს თხრიდა, მაგრამ კენკრას ან თესლს ვერსად პოულობდა. ის ძალიან მშიერი და სუსტი იყო. კუჭი ხმამაღალ ხმას გამოსცემდა შიმშილისგან და თავს ძალიან სევდიანად და მარტოსულად გრძნობდა. ისე მცივა და მშია. არ ვიცი რა ვქნა. ზამთარი ბევრად უფრო ცივია, ვიდრე მეგონა. მას უცებ ჭიანჭველა გაახსენდა. იცოდა, რომ ჭიანჭველა მთელი ზაფხული ბევრს მუშაობდა საჭმლის შესანახად. ჭიანჭველა სახლში ბევრი საჭმელი აქვს. იქნებ დამეხმაროს თუ ძალიან ზრდილობიანად ვთხოვ. მან ღრმა თოლში სიარული დაიწყო. გაყინული ფეხების ამოძრავება ძალიან უჭირდა. მოგზაურობა მისთვის ძალიან რთული იყო. ძლიერი ქარი ყოველ ნაბიჯზე უკან ხევდა. ფეხები გაყინული და გაშეშებული ჰქონდა. თოლში ლამის დაეცა, მაგრამ სიარული განაგრძო. საბოლოოდ მან შორიდან თბილი შუქი დაინახა. ის ქარბუქში რბილად ანათებდა. ეს ჭიანჭველას სახლი იყო. ის პატარა კართან მივიდა და ძალაგამოცლილი მიწაზე დაეცა. მან ხელი ასწია და პატარა კარზე დააკაკუნა. სიცივისგან ხელი უკანკალებდა. გთხოვ, დამეხმარე. აქ ვიყინები. საჭმელი არ მაქვს და წასასვლელი არსად მაქვს. გთხოვ, კარი გამიღე. თბილ სახლში ჭიანჭველამ ხმა გაიგო. მან წვნიანის ჭამა შეწყვიტა და მიაყურადა. მან კარი ნელა გააღო, ქვემოთ დაიხედა და საწყალი კალია დაინახა. ის თოლში იწვა და ძლიერად კანკალებდა. ჭიანჭველა, გთხოვ, ცოტა საჭმელი მომეცი. ისე მშია და მცივა. ამ ზაფხულს დიდი შეცდომა დაუშვი. მთელი ზაფხული მუსიკას უკრავდი. სულელი ვიყავი და ზამთრისთვის საჭმელი არ შევინახე. შენსავით ბევრი არ მიმუშავია. ახლა ვიყინები და საჭმელი საერთოდ არ მაქვს. ჭიანჭველამ თავის გაყინულ მეგობარს შეხედა. მან იფიქრა იმაზე, თუ რა ბევრი იმუშავა მთელი ზაფხული. მაგრამ მერე შეეცოდა. არ შეეძლო მეგობარი ცივ თოლში გარეთ დაეტოვებინა. კალია სახლში შეხოხდა. ის ცივი თოვლიდან თბილ ოთახში შევიდა. ჭიანჭველამ მას ფოთლებისგან გაკეთებული თბილი საბანი მისცა. მან ის აკანკალებულ მხრებზე მოახვია. ჭიანჭველამ ერთი ჯამით ცხელი წვნიანი მისცა კალიას. წვნიანის ორთქლმა მისი გაყინული სახე გაათბო. კალიამ საჭმელი მაშინვე შეჭამა. მან იგრძნო, როგორ დაუბრუნდა სითბოს ხეულში მაშინვე. დიდი მადლობა, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ამ ცივ ზამთრის ღამეს სიცოცხლე გადამირჩინე. შენ თავიდანვე მართალი იყავი. გართობის ნაცვლად ზაფხულში ბევრი უნდა მემუშავა. გპირდები, რომ მომავალ ზაფხულს მეც ბევრს ვიმუშავებ. დაგეხმარები ზამთრისთვის საჭმლის შეგროვებაში. ჭიანჭველამ თავის მეგობარს გაუღიმა. მან ვიოლინო აიღო და კალიას მიაწოდა. ახლა როცა უკვე გამთბარი და მაძღარი ხარ, შეგიძლია ცოტა მუსიკა დაუკრა. სიამოვნებით მოვისმენდი სიმღერას. ასე გაატარეს მათ ზამთარი ერთად. ისინი უსაფრთხოდ, თბილად და ბედნიერად იყვნენ პატარა სახლში. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს მუდამ სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა. ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად წიქარა ერქვა. ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში დაჰყავდა. დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით თვითონაც ერთობოდა. დედინაცვალი კი არ აცხრებოდა,
გერის თავიდან მოშორება უნდოდა. სხვაფრივ რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა. დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა ჰკითხა: რა გიშველისო? წიქარას გულღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, უთხრა ქალმა. იცოდა წიქარას დაკლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა. მამა შეწუხდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა, ქალი რომ ლოგინიდან აღარ ადგებოდა. გადაწყვიტა დაეკლა წიქარა. მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანას ალესავს. რად გინდა მამა ეგდანა, რისთვის ალესაო? ჰკითხა ვაჟმა. წიქარა უნდა დავკლაო, უთხრა მამამ. დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ექნა? წავალ, წყალს მაინც დავალევინებო, უთხრა ბიჭმა. წაიყვანა წიქარა წყალზე, ასმევს წყალსა და ტირის. ტირის ისე, რომ მისი ცხრემლები წყალს ეწევიან. რა გატირებს, ჩემო მეგობარო? რაზე ითხრი თვალებს, შემოგევლოს შენი წიქარაო? ბიჭმა მიიხედ მოიხედა, ეგონა მომესმაო. შეშინებული და განცვიფრებული, დიდხანს გონს ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა, რომ თავისი წიქარა ელაპარაკებოდა. დაკლას კი პირებენ, დაკლასო, მიუგო ვაჟმა. ვიცი, ჩემო მეგობარო, მაგრამ არც შენ მოგელი კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალი. შემაჯექი ზურგზე და გავიპაროთო. ვაჟმა მოიტანა ყველაფერი და მოვიდა. წიქარამ შეისვა ვაჟი ზურგზე და გაჰქუსლეს. მამა ელოდა და ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქ არ დაუხვდა. აქეთეცა, იქითეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩააგდო, მაგრამ როცა ქმარმა უთხრა წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთი წყეული ღორი ყავდა და ის გამოუყენა. მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს, მისდევს ეშვებდალესილი ღორი. ეს არის უნდა დაეწიოს, რომ წიქარამ უთხრა ბიჭს: რაღაცელი მეგობარო, სიკვდილი თვალწინ გვიდგას, გადაღვარე ბოთლი წყალიო. გადაღვარა წყალი ბიჭმა, გაჩნდა საშინელი ზღვა. ღელავს ზღვა შავად, სიკვდილს უქადის ყველას, მაგრამ ღორი არ უდრკება ზვირთების ცემას და მიცურავს. სანამ ღორი ზღვას გადასცურავდა, წიქარამ და მისმა მეგობარმა კარგა გზა გაიარეს. ბოლოს გამოვიდა ღორიც. წიქარამ უთხრა ვაჟს: უგან გაიხედი, აბა, მოდის თუ არაო. მიაბრუნა ბიჭმა თავი. შორს ბუზისოდენად რაღაც მორბის ან მოფრინავსო, უთხრა წიქარას. ეგ ღორიაო, მიუგო წიქარამ. მირბის წიქარა მიაქროლებს ბიჭს, მორბის ღორი. ცოტა კიდევ და დაეწევა წიქარას. გადააგდე სავარცხელიო, შესძახა ბიჭს წიქარამ. გადააგდო ბიჭმა სავარცხელი. უცებ ისეთი წვრილი და ხშირი ტყე აიყარა, შეკ თაგვი კუც ვერ მოიბრუნებდა. სჭრა ეშვებით ღორმა ტყე, სჭრა და გავიდა. მირბის წიქარა მიაქროლებს ბიჭს. კარგა გზა გაიარეს. მოიხედა ბიჭმა, შორს ბუზივით ისევ რაღაცა მოჩანდა. ბუზის ტოლა რაღაცა ჩანსო, უთხრა წიქარას. ღორი მოგდევსო, მიუგო წიქარამ. ცოტა კიდევ და ღორი წიქარას დაეწევა, მაგრამ გადააგდებს ვაჟის სალესავს და აიმართება თვალუწვდენელი კლდე წიქარასა და ღორს შუა. სჭრის ღორი, სჭრის რაც ძალი და ღონი აქვს კლდეში საფეხურებს და ადის ზემოთ. შუა ადგილზე რომ მივიდა ღორი, დაუსხლდა ფეხი და უფსკრულში ჩავარდა. ბიჭსა და წიქარას ხსნის იმედი მოეცათ. იარეს და გავიდნენ სამშვიდობოს. წიქარამ გაიყვანა ბიჭი ერთ ტრიალ მინდორზე. იქ ერთი ალვის ხე იდგა. მისი კენწერო ცას ასვდებოდა. შესვაზედ მისცა ორი სალამური, ერთი საჭირო არამო, ერთი სალხინო და უთხრა: მე წავალ მარტოკავიული მინდვრად, ბალახს მოუძოვდა ვირჩენ თავს. შენ აქ იჯექი, თუ რამე გაგიჭირდეს, საჭირო არამო სალამური დაუკარი და მაშინვე აქ დავიბადები. თუ გილხინდეს, სალხინო სალამური დაუკარი, საჭმელსაც ის მოგიტანს და სასმელსაცაო. გამოეთხოვა და წავიდა წიქარა. ბიჭი იჯდა ალვის ხეზე და
უკრავდა სალხინო სალამურს. გაიგონა ერთმა მეცხვარემ სალამურის ხმა. ძალიან მოეწონა და მიჰყვა ხმას. მივიდა ალვის ხესთან და ხედავს, ბიჭი სალამურს უკრავს. პეპლები კი გარს შემოხვევიან, სალამურის ხმაზე თამაშობენ და ირევიან ერთმანეთში. მეცხვარეს შურით აევსო თვალები და გადაწყვიტა ხელთეგდო სალამური. ჩამოდი ერთი ძირს, მაჩვენე ეგ სალამური, რისგან არის გაკეთებულიო, დაუძახა ვაჟს. მაგრამ ვაჟი არ ჩამოვიდა, წიქარას ჰქონდა ნათქვამი, ალვის ხიდან არ ჩამოხვიდეო. ადგა შურიანი მეცხვარე, წავიდა ხელმწიფესთან და მოახსენა. ამა და ამ ადგილას ერთი ბიჭი ზის ალვის ხეზე და ისე უკრავს სალამურს, რომ იმისი დაკვრით მთელი ქვეყანა ხარობსო. ხელმწიფემ მაშინვე დაიბარა თავისი ნაზირვეზირები და უთხრა: ან თქვენ უნდა მომგვაროთ ის ბიჭი, ან კაცი იშოვოთ იმისი მომყვანიო. ნაზირვეზირებმა ერთი მოხუცი ქალი მიიყვანეს. მე მოგიყვანთ იმ ბიჭსაო, უთხრა ხელმწიფეს დედაბერმა. ადგა დედაბერი, წაიყვანა ერთი თხა, წაიღო სადგისი და მივიდა ალვის ხესთან. ბიჭი ზის თავისთვის ალვის ხეზე და უკრავს სალამურს. დედაბერი ალვის ხის ძირში დადგა, ამოიღო სადგისი და ჩხვლეტა დაუწყო თხას. ჩხავის საწყალი თხა. ვაჟმა რომ დაინახა მოხუცი თხას აჩხავლებდა დაუძახა: რა საშვები დედილო, რა დაჩხავლებ მაგ თხასაო? დაკლა მინდა შვილო და ვერ დამიყლავს. იმდენი სიკეთე მიყავი, ჩამოდი და დამიკალიო. ბიჭი რას მოიფიქრებდა, რომ მოხუცს ღალატი ედო გულში. ჩავიდა ძირს. დედაბერმა რაღაც ჯადოთი გააბრუა და დააძინა. ასწიეს და წაიყვანეს მძინარე ბიჭი ხელმწიფის კაცებმა და ჩასვეს 9 კლიტულში. ბიჭს გამოეღვიძა, ხედავს დატყვევებულია. დაღონდა, დაიწყო ტირილი, ინატრა თავისი სალამურები, მაგრამ მისი სალამურები ალვის ხეზე ეყარნენ ოხრად დარჩენილები. ბიჭი ფანჯარასთან დაჯდა და ცას მიაცქერდა. ამ დროს 9 კლიტულს ყვავა ჩამოუფრინა. დაინახა ვაჟმა და შესძახა: ყვავო, ყვავო, სად მიფრინავ, სად მიგეჩქარება? წადი შენი შვილების მზესა, მინდორში რომ ალვის ხე დღეს ზედ ჩემი სალამურებია და აქ მომიტანეო. მე რომ ლეშს ავჭამდი და შენ ქვებს მესროდი აღარ გახსოვსო? უფასუხა ყვავმა და გაუდგა გზას. გააყოლა თვალი ბიჭმა და ჩამოყარა ცრემლები. გადმოიფრინა ბეღურა. ჩიტო, ჩიტო, შენი ბარტყების გაზრდასა, მინდორში ალვის ხეზე სალამურები დამრჩა და მომიტანეო. შენ რომ მახეს გვიგებდი და ბუდეს გვიშლიდი? ვერა, მე ვერ მოგიტან, სხვასას თხოვეო, უთხრა ბეღურამ და გასცილდა. გააყოლა იმასაც თვალი ბიჭმა და ჩამოსცვივდა ცრემლები. ბოლოს მერცხალი დაინახა ბიჭმა და შესტირა. საით მიფრინავ, მერცხალო, საითკენ მიეშურები? მინდორთ რომ ალვის ხე ხარობს, ცივნი წყარონიც დიანო, პეპლები ციქას ხდებიან, ტურფად ჭრელ მხრებსა შლიანო. შეიყრებიან ჩიტები, ყვავილნი შეკრბებიანო, ციქარაც იმათთან მოდის, იქ დაინახავ ხთიანო. სალამურები ციქარის, უჩემოდ დალპებიანო. გაფრინდი, აქ მომიტანე, ჩემო ლამაზო მხრიანო. გაფრინდა მერცხალი და მოუტანა სალამურები. დაუკრა საჭირო არამო სალამური ვაჟმა, დაუკრა და აატირა. ციქარამ გაიგონა თუ არა სალამურის ხმა, მაშინვე გაეშურა ვაჟისკენ. გააფთრებული ეცა რქებით 9 კლიტულს და დაუწყო მტვრევა. 8 კარი გატეხა, მაგრამ მე-9 კარი რომ უნდა გაეტეხა, ცალი რქა მოსწყდა. დაღონდა ციქარა, თავის რქას ისე არჩიოდა, როგორც მეგობრის ტყვეობას. ღმერთს რქა შესთხოვა. უცებ ერთი თაგვი გამოწურა და ციქარას უთხრა: რას მომცემ რქა რომ მოგაბა, შენს ლეშს ხომ მაჭმევო? გაჭმევო, უთხრა ციქარამ. თაგუმა გაუმთელა რქა, ეცა ციქარა და შელეწა მე-9 კარიც. შევიდა ბიჭთან, შეისვა ზურგზე მეგობარი და გაეშურა ალვის ხისაკენ. შესვა ციქარამ ბიჭი ალვის ხეზე და თავად ისევ მინდორში წავიდა. იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკრავდა სალხინო სალამურს და ერთობოდა. უცებ ციქარა მოაგონა და ნახვა მოუნდა. დაუკრა საჭირო არამო სალამური, მაგრამ ციქარა არ გამოჩნდა. რაღაც იზამდა, წამოვიდა საძებნელად. ბევრი ეძება, ბოლოს ერთ კორძზე მკვდარი იპოვა. დაემხო ბიჭი ციქარას და ატირდა. ისე გულსაკლავად ტიროდა, რომ მისი ცოდვით ბალახნიც ტიროდნენ.
აღარ ირხეოდნენ, პეპლები აღარ ფრინავდნენ და ცრემლს ხრიდნენ. ვაიმე, ჩემო წიქარა, მოსთქვამდა ბიჭი. უშენოდ ახლა რაღა მეშველებაო. ამ დროს საიდანღაც ის თაგვი გამოძვრა წიქარას, რომ რქა გაუმთელა. წიქარას ლეშის საჭმელად მოსულიყო თურმე. რომ დაინახა ბიჭი ასე საცოდავად ტიროდა, უთხრა: რას მომცემ წიქარა რომ გაგიცოცხლო? შენს ლეშს ხომ აჭმეო? ოღონდ კი ჩემი წიქარა გააცოცხლე და გაჭმეო, უთხრა ბიჭმა. გაიქცა თაგვი. იქვე მიკრიფ-მოკრიფა რაღაც ბალახი, მოარბენინა, წიქარას წამოუსვა და გააცოცხლა. მოეხვია ბიჭი ხარს, ეალერსება, თვალებს უკოცნის. წიქარაც პირს უთათუნებს ბიჭსა და ლოკავს. აბა, გეყოფათ, უთხრა თაგვმა ბიჭს. მე უკვე კარგად მომშივდა, შენი სიკვდილის დროაო. გაიქცა თაგვი. მოკრიფა სასიკვდილო ბალახი მოიტანა და ბიჭს გაუწოდა. ბიჭს არ ეთმობოდა წიქარა, მაგრამ პირობა ხომ უნდა შეესრულებინა და თავისი მეგობრისათვის მომკვდარიყო. ის იყო ბიჭი უნდა შეეხებოდა ბალახს, რომ თაგვმა უთხრა: მიპატიებია სიკვდილი. თქვენნაირი მეგობრები ჩემს დღეში არ მინახავს. იცოცხლეთ მარადო. ბიჭი გონს ვერ მოსულიყო, რომ თაგვი გაქრა. გახარებულმა წიქარამ შეისვა თავისი მეგობარის ზურგზე, წამოიღო სალამურები, გააქროლა ბიჭი ახლა სხვა ადგილას, სხვა მხარეში, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც კუდიანი დედაბერი. შესვა ერთ ალვის ხეზე და მისცა სალამურები, თვითონ კი მინდორში წავიდა. ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის, უკრავს სალხინო სალამურს, თვითონაც ხარობს და მთელ ქვეყანასაც ახარებს. როცა წიქარას ნახვა მოუნდება, დაუკრავს საჭირვარამო სალამურს და წიქარაც მაშინვე იმასთან გაჩნდება ხოლმე. იყო და არა იყო რა. ერთ სოფელში ერთი მოხუცი მეწისქვილე ცხოვრობდა თავის სამ ვაჟთან ერთად. ისინი ყოველ დღე თავდაუზოგავად შრომობდნენ, მაგრამ ოჯახს ფული მაინც თითქმის არ ჰქონდა. როდესაც მოხუცი მეწისქვილე გარდაიცვალა, მან სამივე ვაჟს თითო განსაკუთრებული საჩუქარი დაუტოვა. უფროს ვაჟს ძალიან გაუხარდა, რადგან მას ყოველდღიური სამუშაოსთვის დიდი და გამოსადეგი წისქვილი ერგო. მეორე ვაჟიც კმაყოფილი დარჩა, რადგან მემკვიდრეობით მიიღო ვირი, რომელიც ტვირთის ზიდვაში დაეხმარებოდა. მაგრამ უმცროსი ძმა ძალიან დაღონდა და იმედი გაუცრულდა, რადგან მას მხოლოდ პატარა კატა ერგო. რაში უნდა გამომადგეს ეს უბრალო კატა? მალე ძალიან მომშივდება და სიღატაკეში ვიცხოვრებ. მოულოდნელად პატარა კატა ადამიანის მსგავსად უკანა თათებზე წამოდგა და ბიჭს ლაბარაკი დაუწყო. ნოდარდობ, ჩემო ძვირფასო ბატონო. პირობას გაძლევ, რომ დაგეხმარები და მალე ძალიან დიდარი გახდები. ნუ თუ შენ მართლა შეგიძლია ლაპარაკი? დიახ, მე ნამდვილად შემიძლია ლაბარაკი და მაქვს შესანიშნავი გეგმა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მალე უკეთესობისკენ შეცვლის. შენ მხოლოდ ერთი კარგი ჩანთა უნდა მომცე და ჩემი თათებისთვის წყვილი ტყავის ჩექმა მიყიდო. ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა ნდობა გამოეცხადებინა კატესთვის და თავისი უკანასკნელი მონეტები დახარჯა. ის წავიდა სახელოსნოში და თავის პატარა კატას ლამაზი პრიალა წითელი ტყავის ჩექმები უყიდა. ჭკვიანმა კატამ ჩაიცვა თავისი ახალი ჩექმები და ისე გამოეწყო, თითქოს ერთი პატარა მამაცი ჯარისკაცი ყოფილიყო. ჩექმებიანი კატა წავიდა ტყეში და თავის ჩანთაში საგულდაგულოდ მოათავსა ახალი სტაფილოები. შემდეგ ის რბილ ბალახზე დაწვა და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ღრმად ეძინა, რათა ცხოველები მოეტყუებინა. მალე ერთი სულელი პატარა კურდღელი გამოჩნდა, რომელმაც ღია ჩანთიდან გემრიელი სტაფილოს სურნელი იგრძნო. მშიერი კურდღელი პირდაპირ ჩანთაში შეხტა საჭმელად, კატამ კი ის წამიერად და მოხერხებულად დაიჭირა. კატამ დაჭერილი კურდღელი აიღო და პირდაპირ მეფის ოქროსფერი სასახლისკენ გაემართა. სამეფო მცველებმა ის ჭიშკარში გაატარეს, რადგან თავისი პრიალა წითელი ჩექმებით ძალიან წარმოსადეგად გამოიყურებოდა. კატა შევიდა სატახტო დარბაზში და მეფის წინაშე პატივისცემის ნიშნად ძალიან დაბლა დაუკრა თავი. თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი ბატონისგან განსაკუთრებული საჩუქარი მოგიტანეთ.
მეფე ძალიან გაოცდა მოლაპარაკე კატის დანახვით და ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი ბატონი. ჩემი ბატონი კეთილშობილი კარაბასის მარკიზია. მეფეს ძალიან ესიამოვნა საჩუქარი და იფიქრა, რომ ეს მარკიზი ალბათ ძალიან კეთილი ადამიანი იყო. მრავალი კვირის განმავლობაში კატა დადიოდა სანადიროდ და მეფეს სასახლეში სულ უფრო მეტ გემრიელ საჩუქარს უგზავნიდა. ყოველ ჯერზე ის მეფეს ეუბნებოდა, რომ ეს ძღვენი მდიდარი ყარაბასის მარკიზისგან იყო გამოგზავნილი. მეფე ძალიან დაინტერესდა ამ მდიდარი მარკიზით და მისი გაცნობის სურვილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა. ერთ მზიან დღეს, როდესაც კატა სასახლეში საუბარს უსმენდა, მან ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი გაიგო. იმ დღეს, ნაშუადღეს, მეფე და მისი მშვენიერი ქალიშვილი მდინარის პირას ეტლით გასეირნებას აპირებდნენ. კატა სირბილით გაემართა თავისი ბატონისკენ, რომ მისთვის სასწრაფოდ ეცნობინა თავისი შესანიშნავი გეგმა. ბატონო, გთხოვ, მომისმინე. თუ ზუსტად ისე მოიქცევი, როგორც გეტყვი, დღეს შენი ბედი სამუდამოდ შეიცვლება. შენ უბრალოდ მდინარეში უნდა შეხვიდე საბანაოდ. დანარჩენი გეგმის შესრულება კი მე მომანდე. ახალგაზრდა კაცმა ვერაფერი გაიგო ამ გეგმიდან, თუმცა თავის კატას ენდოდა და დაემორჩილა. სანამ ახალგაზრდა კაცი გრილწყალში ცურავდა, მახლობლად მეფის ოქროსფერმა ეტლმა ჩამოიარა. კატამ სწრაფად აიღო თავისი ბატონის ძველი დახეული ტანსაცმელი და იქვე დიდი ნაცრისფერი ლოდის ქვეშ დამალა. შემდეგ კატამ ყვირილი და თათების ქნევა დაიწყო, რათა მეფის ყურადღება მიეპყრო. მიშველეთ, გთხოვთ, მიშველეთ, კეთილშობილი კარაბასის მარკიზი ღრმა მდინარეში იხრჩობა. მეფემ გაიგონა ნაცნობი სახელი მარკიზის კარაბასი და ბრძანა, რომ ეტლის სასწრაფოდ გაეჩერებინათ. მან ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა იგივე კატა, რომელსაც მისთვის ამდენი ხნის განმავლობაში საჩუქრები მოჰქონდა. მცველებო, სწრაფად წადით და გადაარჩინეთ მარკიზი, უბრძანა მეფემ თავის ჯარისკაცებს დაუყოვნებლივ. მცველები წყალში გადახტნენ და ახალგაზრდა კაცი ნაპირზე ბალახზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. კატამ მოიწყინა და მეფეს მოატყუა. ქურდები მოვიდნენ და ჩემს ბატონს ძვირფასი ტანსაცმელი მოპარესო. მეფე ძალიან გაბრაზდა, რომ ქურდებმა კეთილშობილ მარკიზს ასეთი ცუდი რამ გაუბედეს. მან თავის მსახურებს უბრძანა, რომ მარკიზისთვის ჩასაცმელად საუკეთესო სამოსი მიეტანათ. ახალგაზრდა კაცმა სამეფო ლურჯი და ოქროსფერი სამოსი ჩაიცვა და მართლაც ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. ის ნამდვილ პრინცს გავდა. პრინცესამ ეტლის ფანჯრიდან დაინახა ბიჭი და ის მყისიერად შეუყვარდა. მეფემ ბიჭს თბილად გაუღიმა და ახალგაზრდა მარკიზი ოქროსფერ სამეფო ეტლში მიიპატიჟა. პრინცესა ძალიან ბედნიერი იყო, რომ სიმპათიური ახალგაზრდა კაცი რბილ სავარძელზე მის გვერდით დაჯდა. მაგრამ ჭკვიანი კატა ნელა მიმავალი ეტლის წინ გაიქცა, რათა თავისი ძვირფასი ბატონისთვის გზა მოემზადებინა. ის მიადგა ულამაზეს ვრცელ მწვანე მდელოს, სადაც ზაფხულის მზე ძალიან კაშკაშებდა. კატამ სერიოზული სახე მიიღო და სცადა ისეთი საშიში და მკაცრი ყოფილიყო, როგორც პატარა კატას შეეძლო. მომისმინეთ, ხალხო. მალე აქ მეფე გამოივლის. თქვენ მეფეს უნდა უთხრათ, რომ ეს ულამაზესი მდელო კარაბასის მარკიზს ეკუთვნის. თუ ზუსტად ასე არ იტყვით, ჩემი ბასრი ხმლით ყველას ნაკუწებად გაქცევთ. უბრალო მთიბველებს ძალიან შეეშინდათ ჩექმებში გამოწყობილი უცნაური მოლაპარაკე კატის. სულ მალე მეფის ოქროსფერი ეტლი ულამაზესი მწვანე მდელოს განაპირას გამოჩნდა. კეთილო ხალხო, ვის ეკუთვნის ეს მშვენიერი მწვანე მდელო? ეს მდელო კეთილშობილ კარაბასის მარკიზს ეკუთვნის, ჩვენო ბატონო. მეფე მართლაც გაოცებული დარჩა მარკიზის დიდებული ქონებით და მას დიდი პატივისცემით შეხედა. კატა გზაზე კიდე უფრო შორს გაიქცა და დაინახა ხორბლის დიდი ყანა, რომელიც მოსამკელად იყო მზად. მან ყანაში მომუშავე გლეხებს უბრძანა, რომ მეფის გამოჩენისას ზუსტად იგივე სიტყვები ეთქვათ. ეს ოქროსფერი ხორბალი კეთილშობილ კარაბასის მარკიზს ეკუთვნის. როდესაც მეფემ გლეხებს ჰკითხა, მათ ხმამაღლა უპასუხეს ზუსტად ისე,
როგორც ჭკვიანმა კატამ დაარიგა. ეს ყველაფერი კეთილშობილ მარკისს ეკუთვნის, დაიყვირეს მათ ფართო ღიმილით, რომ მეფისთვის ესიამოვნებინათ. მეფემ იფიქრა, რომ ახალგაზრდა მარკიზი ძალიან გავლენიანი იყო, რადგან ამდენ მდიდარ და ნაყოფიერ მიწას ფლობდა. ბოლოს კატა მიადგა მაღალ ბორცვზე მდგარი უზარმაზარი მუქი ფერის ქვის სასახლის მძიმე ჭიშკარს. იქ ერთი მდიდარი და საშიში გოლიათი ცხოვრობდა, რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც ძლიერი ჯადოქარი. სინამდვილეში, ყველა ის მიწა, რომელიც მეფემ და მარკიზმა გამოიარეს, სწორედ ამ გოლიათის ეკუთვნოდა. კატამ ყველაფერი იცოდა გოლიათისა და მისი ჯადოქრობის შესახებ, მაგრამ მას ჭკვიანური გეგმა მზად ჰქონდა. ის მივიდა გიგანტურ კარებთან და სასახლის მძიმე ჭიშკარზე ძალიან ხმამაღლა დააკაკუნა. მასიური ხის კარი ნელა საზარელი ჭრიალით გაიღო, რომლის ხმაც ბნელ დარბაზში ექოდ გაისმა. კატა შევიდა დიდ დარბაზში. ის ამ გიგანტურ ქვის ოთახში ძალიან პატარა ჩანდა. გოლიათი უზარმაზარ ხის მაგიდასთან იჯდა და ხორცის დიდ ნაჭრებს სრულიად მარტო მიირთმევდა. რა გინდა ჩემს სასახლეში? მე მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ თქვენთვის პატივისცემა დამედასტურებინა. მსმენია ამბები, რომ თქვენ შესანიშნავი ჯადოქარი ხართ და ფორმის შეცვლა შეგიძლიათ. მართლა შეგიძლიათ გადაიქცეთ დიდ ცხოველად, მაგალითად საშიშ ლომად ან უზარმაზარ სპილოდ? რა თქმა უნდა შემიძლია, აბა მიყურე. გოლიათი პირდაპირ კატის თვალწინ უზარმაზარ საშიშ ლომად გადაიქცა, რომელსაც დიდი კბილები ჰქონდა. კატას ისე შეეშინდა, რომ გაბრაზებული ლომისგან თავის გადასარჩენად სწრაფად შეხდა მაღალ თაროზე. გოლიათმა კატას ხმამაღლა დასცინა და ისევ თავისი ჩვეულებრივი მწვანე სხეული დაიბრუნა. ეს მართლაც გასაოცარი იყო, თქვა კატამ და მაღალი თაროდან ფრთხილად ჩამოვიდა. მაგრამ შეგიძლიათ პატარა ცხოველად გადაიქცეთ, მაგალითად პატარა თაგვად. ეს თქვენთვის ალბათ ძალიან რთული იქნება. თქვენნაირი დიდი ჯადოქრისთვისაც კი ეს შეუძლებელი მგონია. შეუძლებელი? ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. მიყურე. ის მყისიერად გადაიქცა პატარა ნაცრისფერ თაგვად, რომელიც ცივ ქვის იატაკზე სწრაფად დარბოდა. კატა ძალიან სწრაფი იყო, მან თაგვი წამიერად მოაქცია იატაკზე მდგარი მძიმე ვერცხლის თასის ქვეშ. დაგიჭირე, ახლა მთელი ცხოვრება თაგვი იქნები და სხვებს ვერაფერს დაუშავებ. სწორედ ამ დროს მეფის ოქროსფერი ეტლი ქვის სასახლის მთავარ ჭიშკარს მოადგა. კატამ გალია ფარდის უკან დამალა და გარეთ გაიქცა, რათა მეფეს სასახლის მძიმე კარებთან დახვედროდა. კეთილი იყოს მობრძანება კარაბასის მარკიზის დიდებულ სასახლეში. ისინი შევიდნენ დიდ დარბაზში და დაინახეს გრძელ მაგიდაზე გაშლილი გემრიელი ნადიმი, რომელიც მათ ელოდათ. მეფე ისეთი ბედნიერი იყო, რომ მარკის უფლება მისცა პრინცესაზე იმავე დღეს, ნაშუა დღეს ეკორწინა. ჩექმებიანი კატა ბატონი გახდა და დარჩენილი ბედნიერი ცხოვრება სასახლეში ფუფუნებაში გაატარა. ასე ცხოვრობდნენ მეწისქვილის ვაჟი, პრინცესა და ჭკმიანი კატა დიდხანს და ბედნიერად. იყო და არა იყო რა, ერთ ნათელ პატარა სოფელში ცხოვრობდა პატარა გოგონა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ლამაზი, კაშკაშა წითელი ქუდით. მისი პატარა ხის სახლი ღრმა იდუმალი ტყის ბილიკის პირას იდგა. ერთ დღეს დედამ დაუძახა წითელ ქუდას, რათა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი საქმე დაევალებინა. ჩემო საყვარელო შვილო, შენი ტკბილი ბებია გაციებულია და თავს შეუძლოდ გრძნობს. ამ კალათაში საჭმელია და გთხოვ წაუღე ბებიას. სწრაფად იარე, არსად გაჩერდე და გზიდან არ გადაუხვიო. და ყველაზე მთავარი, გზაში არ დაელაპარაკო უცნობებს. ნუ ღელავ დედა, გპირდები, პირდაპირ ბებიასთან წავალ.
ბებიასთან მისასვლელად წითელ ქუდას ტყეში მიხვეულ მოხვეული ბილიკი უნდა გაევლო. წითელ ქუდამ დაიწყო თავისი მოგზაურობა მხიარული გულით, მზიან ბილიკზე ცეკვას სიმღერით მიდიოდა. მან მალევე შენიშნა პატარა ფერადი პეპლები, რომლებიც მის ფეხებთან ფარფატებდნენ და ცეკვავდნენ. მას მალევე დაავიწყდა დედის მკაცრი დარიგება, რომ სწრაფად ევლოდა ძიდან არ გადაეხვია. მაღალი მწვანე ტყე ლამაზი იყო, სადაც პატარა ჩიტები თავიანთ ულამაზეს სიმღერებს მღეროდნენ. წითელ ქუდა რამდენიმე წუთით შეჩერდა ტყეში, რათა აღფრთოვანებულიყო ნაზი წითელი ყვავილით. ტყის სიღრმეში ძლიერი კაცი მძიმედ მუშაობდა. თავისი ბასრით სულით დიდ მორებს ჭრიდა. ეს კეთილი მეტყევე იყო დიდი და გულთბილი. ის ჩუმად მუშაობდა, რათა მთელი ტყე უსაფრთხოდ ყოფილიყო. წითელ ქუდა სრულიად უდარდელად იყო, უბრალოდ ტკბებოდა სუფთა ჰაერით და თბილი მზით. მაგრამ დიდი ტყე ასევე იყო სახლის საშიში არსებებისთვის, რომლებსაც უყვარდათ უდანაშაულო ადამიანების მოტყუება. მოულოდნელად წითელ ქუდან დაინახა დიდი, რუხი ფიგურა, რომელიც ნელა გამოვიდა ძალიან ძველი მუხის უკნიდან. ეს იყო სასტიკი დიდი ბოროტი მგელი, რომელიც ეშმაკურად იყო გადაცმული კეთილ დაკარგულ მოგზაურად. გამარჯობა პატარა გოგონავ, რა ლამაზი წითელი ქუდი გახურავს. სად მიიჩქარი? გამარჯობა ბატონო, ბებიასთან მივდივარ, გაციებულია და საჭმელი უნდა მივუტანო. ყოჩაღ, როგორი კარგი შვილი ხარ. შორს ცხოვრობს ბებია აქედან? წითელ ქუდას სულ დაავიწყდა დედის გაფრთხილება, რომ უცნობებს არ დალაპარაკებოდა. აგერ იქით, ტყის ბოლოს რომ ხის სახლი ჩანს, მანდ ცხოვრობს ბებია. შესანიშნავია. არ გინდა ყვავილები დაუკრიფო ბებიას. მას ძალიან გაეხარდება. გადასარევი იდეაა, ბებიას მართლა ზელიან გაუხარდება. ბოროტმა მგელმა ჩუმად გაიღიმა, რადგან იცოდა, რომ მისი ჭკვიანური გეგმა მუშაობდა. იგი უცებ მოტრიალდა და სწრაფად გაიქცა, გაუჩინარდა საიდუმლო ბილიკზე. მგელი მაქსიმალური სიჩქარით მირბოდა, იმდენად სწრაფად, რამდენადაც მის ძლიერ ფეხებს შეეძლოთ. წითელ ქუდამ არ იცოდა, რომ ახლახანს დიდი შეცდომა დაუშვა. ამასობაში მგელი მივიდა ტყის ბოლოში, პატარა სახლთან, სადაც წითელ ქუდას ბებია ცხოვრობდა. მან ძალიან ნაზად დააკაკუნა კარზე. ცდილობდა, რომ მისი ხმა ნაზი და ტკბილი ყოფილიყო. ვინ არის? გაციებული ვარ და საწოლიდან ვერ ვდგები. მე ვარ წითელ ქუდა, შენი საყვარელი შვილი. ურდული გასწიე და კარი გაიღება. მგელმა ურდული გამოსწია და სწრაფად შევიდა ბებიის სახლში. ის სწრაფად და ჩუმად შევარდა ბნელ საძინებელში, სადაც ბებია თავის საწოლში იწვა. სანამ საბრალო ქალი დაძახებას მოასწრებდა, სასტიკმა მგელმა სწრაფად ჩაკეტა იგი ხვის კარადაში. საშინელმა მგელმა სწრაფად გაიკეთა ბებიის სათვალეები და ჩაიცვა ყვავილებიანი ღამის პერანგი. შემდეგ ის ჩაწვა საბნის ქვეშ, დამალა სახე და საბანი პირდაპირ თავის ბასრ ნიკაპთან ამოიწია. ამასობაში წითელ ქუდამ დაასრულა თავისი კაშკაშა და ლამაზი ყვავილების თაიგულის შეგროვება. ის მხიარულად და სწრაფად გაემართა ბებიის სახლისკენ. მან ნაზად დააკაკუნა ხის კარზე და შემდეგ ტკბილად დაუძახა თავის ძვირფას ბებიას. შემოდი ჩემო საყვარელო, კარი ღიაა. წითელ ქუდამ ურდული გამოსწია და ნელა შეაბიჯა უცნაურ,
ძალიან ბნელ საძინებელში. ბებია, ბებია, რა დიდი ყურები გაქვს? ეს იმიტომ რომ უკეთ გავიგონო. ჩემო პატარავ. ბებია, ბებია, რა დიდი თვალები გაქვს? ეს იმიტომ რომ უკეთ დავინახო, ჩემო პატარავ. ბებია, ბებია, რა დიდი კბილები გაქვს? ეს იმიტომ რომ კარგად შეგჭამო. წითელ ქუდას ძალიან შეეშინდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიკივლა. საბედნიეროდ, ძლიერი მეტყევე ახლოს იყო. მან სწრაფად გაიგონა პატარა გოგონას შეშინებული კივილი. მთელი ძალით გაიქცა წითელ ქუდას დასახმარებლად და ხის ქოხის კარი მოულოდნელად შეანგრია. ძლიერი მეტყევე შევარდა სახლში და თავისი უზარმაზარი ცულით შეებრძოლა მგელს. მან ბოროტ მგელს თავისი ცული ჩაარტყა თავში, რის შემდეგაც მგელი უგონოდ დაეცა იატაკზე. როდესაც ბებიამ დაინახა, რომ მგელი ვეღარაფერს დაუშავებდა, გამოვიდა კარადიდან და მაშინვე წითელ ქუდასთან მივიდა. ნუ გეშინიათ. ახლა ორივე უსაფრთხოდ ხართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ გადაგვარჩინე ბოროტი მგელისგან. ძალიან მადლიერი ვარ, რომ დაგვეხმარე. შენ ნამდვილად გმირი ხარ. გპირდები, რომ უცხო ადამიანებთან აღარასდროს ვილაპარაკებ და ყოველთვის გავითვალისწინებ დედაჩემის რჩევას. და ბოლოს, წითელ ქუდამ ისწავლა, რომ ზოგჯერ უდიდესი თავგადასავლები იწყება უბრალოდ დედის მოსმენით.